პროფესორო მობრძანდით. აი რატო შეგაწუხეთ? ეს გასკურა ძალიან დაძველდა. ხო და ლაშა 3 თვის ხელფასი წინასწარ გამოვარდი და ახალი გასკურა ვიყიდე. მადლობთ. ხო და ბატონო პროფესორო, მთელი დღე სახლში ხართ უსაქმურად, არაფრის მაქნესი, ყურადღებას არავინ არ გაგცევთ და რომ მოიტანენ იმ ახალ გასკურას იქნებ ეს მოხსნათ და ის დამიმონტაჟოთ. აჰა, გასაგებია, მაგრამ ხელოსანი რატომ არ გამოიწახეთ? ხო იცი რა, ხელოსანს ფული უნდა მივცე. შეკიდე ერთ ხაჭაპურს გამოგიცხობ რაღაც მაიმუნობას და შენს კარგად იქნები და მეც. მართალი ბრძანდებით, მაგრამ მარტო გამიჭირდება, ვინმეს დახმარება დამჭირდება და ემზარი სად არის? ესე იგი ემზარს ძალიან ბევრი საქმე აქვს. ტოტალიზატორში 21 ლარი მოიგო. დიდი მადლობა. 9 გუნდი დასვა. ცარიელი ტვინია ჩემი ემზარი, მაგრამ რა თქმა, ეხლა აღარ უნდა სამსახურებში ასაკოვანი ხალხი. წეგან ეზოში დავინახე დომინოს თამაშობლად. უი მოსულა. არა, მაგრამ მაინც ვერ დაუძახე. მაგისთვის მძიმი საწევა არაფერთ არ შეგვადეს მძიმია. არა, სულ არ დაჭირდება მძიმი საწევა, ქალბატონო, უბრალოდ იარაღები რომ მომატოდოს ხოლმე. აიმე, არ იცი რანაირია, შემოვარდება, ნახავს რაღაცა მძიმეს და მაინც აწევს. არა, არ მინდა. მოდი ფრიდონს დაურეკა, ისიც შენაირი უსაქმურია, მთელი სახლში და მომსპარია. ტელეფონი ხო არა გაქვს იმისი? არა, ზეპირად არ მახსოვს. მე ვიცი, მაგრამ მინდოდა შენ დაგერეკა, რომ შენთვის მეთქმევინებინა ეს ყველაფერი, კაი დაურეკავ მე თვითონ. გავიდა. ნეტა სახლში თუ გდია? და არ იღებს, ხო არ გაფშიკანეტა ფეხები. აიმე. აიღე ყურმელი, აიღე, შენ აგიღო ჭირმა. უი, ფრიდონიკო, სახლში ხარ? ხომ არ გაგაღვიდე ჩემო უსაყვარლესო მძახალო? არა, გეინაცვალე რა მინდა იცი გთხოვო, დიდი სუფრა მაქვს გაშლი, სტუმრებს ველოდები და მინდა ჩამოხვიდე, შენ მინდა რო იყო თამადა. ტყელტუჩა წამოიღე. ხო და ტყელტუჩა წამოიღე. რა გვინდა ტყელტუჩა? ხო, გასხოვებულად გამოგადგება გასხოვებულსასმისად. კარგი. დაიჯერა? კი, ჩამოვა. მე დავიჯერე, რომ დამირეკე და მითხარ სასწრაფო ჩამოდი, ჩემი ემზარი ხრიალებსო. კაი. რა შევიდე, ჩემ რძეს დალე? არა. დალი და აი ამას გაჩუქებ. აი ამას მოგცე. ელენე, ძალიან გაუზრდელდა შენი შვილი, ეხლა ამას რო ვქე. რაკნას ლაშა, იცის რომ მანქანის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი. ელენე, მომისმინე, თუ გახსოვს, მე დიანას იმიტომ ხვდებოდი, რომ შენ არ გაეშვი სამსახურიდან. ეს ერთი და მეორეც. მე გადავწყვიტე, რომ დღეს დავშორდე დიანას და დაუბრუნო მანქანა. გაიგე? ლაშაბიძე, ჯერ არ დაშორდე რა. ახალი მანქანა სკოლაში მივიყვანე და იქ რომ აფიპინე და მე დაშორდე. ძალიან გავიდა ეს ბავშვი თავს, ძალიან. ისე დედა როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბიცოლა მანქანა იქნებოდა. ფიზიკურად არ მაცადეს რძის დალევათორე. მართლა რა გატუტოცებულია ეს ბავშვი რა. ლაშაბიძია, დიანას არ ყავს ვინმე ნათესავი რომ ველოსიპედი მიყიდო? ლაშა,
ისე მართლა რა რომანტიულია რა. დიანას ყვავილებმა ნაპერწკალი გააჩინა, დათუნიამ გააღვივა და მანქანამ აგიზგიზა. კარგი რა ელენე რა, კარგი რა. მე გითხარი რომ მართლა გადავწყვიტე დღეს რომ დავშორდე მეთქი დიანას, ხო? ლაშა, ხო იცი რომ ესე ადვილად ვერ დაშორდებია რა. ვიცი რომ ვერ დავშორდები ესე ადვილად, მაგრამ უნდა ვეცადო. მეთქვი რომ რაღაცნაირად არ გამოდგა ისეთი ჩვენი ურთიერთობა როგორც მე მეგონა. ხო, ლაშა და დაამატე რომ იყო ისეთი მომენტები, რომლის დავიწყებაც არ მინდა და ამის გასახსენებლად სულ პატარა საჩუქარი დამიტოვე 3 და 5 ძრავით, ახალი საბურავები და ტყავის სალონი. ნუ შენ იმას ძალიან გთხოვ რა. მე მართლა გეუბნები, შენ იხუმრე ელენე და მე მართლა გადავწყვიტე და ნახავ თუ არ დავშორდები, აი ნახავ. კარგი, მე კარს გავაღებ. მიდი. გამარჯობა მეზობლებო, გამარჯობა. რა ჩაკეტი ხარ სახში, რაც განდით ნახე რა ფული იშოვეს მეზობლებმა, განდით ნახეთ რა ხდება გარეთ. რა ფული იშოვეს ბატონო? გადაიხედე აი ნუ და ნახე რა ვერცხლისფერი სულ ახალი ჯიპი და ნახე რა მაგარია. ახლა სამ გიხარა სახში აღიარა. ხოვლის სახები მოვიდა მოიცა. მოვწანდით მოდი ფრიგენაც. გამარჯობა, ბატონო პროფესორო. რა ხდება აბა, რა საგნიშნავს? დაცი დავლიოთ. ბატონო ფრიზო, თქვენ თუ იცით რომ სპირტის მოლეკულები შედგება ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის ატომებისგან, ხოლო გაზის მოლეკულა ნახშირბადის და წყალბადის ატომებისგან. მე რა და შეგვიძლია სადღეგრძელო თქვათ, გაზი ჩავისუნთქოთ და ჰაერი დავაყოლოთ. აი მე გარასწავლო ჩემი მზარს არ გაიგუდოს კაცი. მოიც. სტუმრები სად არიან? რა და გასკურა გაფუჭდა და წავიდნენ და ამიტომ აი მომატყუე ხო? კი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩამოხვედი ხარ მე ხმარ პროფესორს და გააკეთე ამ ძველს გამოიღებს და ახალ გასკურას მოიტანე და იმას დამიმონტაჟებთ. ნუ მე კიდევ 3 კიბეს ვახტებოდი ერთად ხარ. კაი ნახე ბარი მე ხმარი ხო მარტო ცოდვა პროფესორი მე წავალ წამოწები არა ვარ კარგად. ხო მართლა მაცივარი სავსეა ყველაფრით ხილი სასმელი ყველაფერი შიგნით არ იყო თხელი ამოგე და ჩემი ემზარისთვის არის ყველაფერი. კარგი გიქნია ეს სუნამურად დაგისხიათ. მოიცა ახლა კაც შეიშაყების თავი მაგ. დავამონტაჟოთ ახლა ესა და წავიდეთ დროს. მომსმინდა გაზი უნდა გადავკეტოთ. რა ვიცი მე 5 წუთი ჩასუნთქული ვძლებ და თუ გინდათ ნუ გადავკეტო. ძალიან ვიღაცა მიყიდა ახლა. ალბათ ძალიან იცი რა მაგარი ჯიპია ლაშა ვერცხლისფერი სულ ახალია. ვიცი. რა იცი. შენია. შენია? შენ მოიც მაშინ ის რა ქვია სული რო ჩაწერე თუ ოცნება ელო. დიანა მაჩუკა ლაშას მათი სიყვარულის ნიშნად. მორამ. ესე რაი უყო შენ არ ამბობდი გუში უნდა დავშორდეო, ჰა? რაიმე პაატა დღესაც მაგას ამბობს. ვამბობ და შევასრულებ კიდეც. გუშინაც ვამბობდი, დიახ, ვამბობდი პაატა, მაგრამ რა ვიცი გუში მეფიქრე რომ რაღაც გზნობები იყო მაინც ჩვენ შორის და. დღეს გადავწყვეტე და ამას მოვახერხებ კიდეც. აი ნახავთ. რა საინტერესოა, რა მაინტერესებს იცი, რა ძრავი აქვს მაგ გზნობებს ერთი ხო ვერ მეკრე. კარგი ხო მართლა ახალი მანქანა ისე მართლა სულ ახალია? კი ბიჭო, მაგრამ ეხ სულ ახალია რა, 30 აქვს გავლი. 30 ეგ არაფერი მე რა მოხდა. სამაგერო დიანა დახვდა ცენტრიდან ახალი გამოყვანილებით. მე კარგი. ისე პაატა დიანა რაც უდათ იცნობს არა ლაშას. რატო და არ იცის რომ ამის დათანხმება 4 ხინკალზე. მაგარი 25-ზე ვერა. დამანებეთ ერთი. მე ვიცი, მე მივხვდი შეგანაირით მაკავსელენი. მე მგონი ვიცი მე. აბა როგორი? როგორი და არ ფულის გულისთვის მართლა ყველაფერზე აწავსლე და არ ამზადა? ან კიდე მართლა მოეწონა ის დიანა და შტერია? რა უნდა გიხო, თეკლა სად არის ხო არ იცი? პაატა შენს კაი ვინმე ხარ, ეხლა გაგახსენდა ხო? რა ვქნა, აბა ხა აქამდე ამას დავცინოდი და
სად არის მართლა მითხარ? სად არის და სანამ შენს ბუღალტერს თუ ვიღაცას ხვდებოდით, ეკლა წადგა და შეხვდა ლექტორს. ვის შეხვდა? ლექტორს. უნივერსიტეტში რო ასწავლის აი იმ ლექტორს. ვინ ლექტორს შეხვდა? ელენი, შენ ერთ ძახი ერთი წობი? ვინ ლექტორს შეხვდა? ლაშა რა ხდება ვერ და მომისმინე უნივერსიტეტში რომ ასწავლის იმ ლექტორს შეხვდა. მართლა? ხო, მართლა, აბა შენ თუ ვიღაცებთან დადიხარ, ეკლას რა შეუძლია თუ რა? ვაიმე ელენე. მიდი საწამლავი მომიტანე. რა საწამლავი პატა არ გვაქვს. კარგი, მაშინ ყავა გამიკეთე ერთ-ერთზე. მაგარი არ მინდა მაინც გულს მიჩხარებს მეშინ. ბატონო ფრიდო, გასაგებთ. გიყურებ. გასაგებია. ხალბატონი ნუნუ სად არის? გაზის ცენტრალური საკითხი კარგად არ იკეტებაო და ეზოს შავი არ მოიწამლოო. ბატონო ფრიდო, გინდათ იმ ახალ გაზქურას რომ მოიტანენ, ისე დავამონტაჟოთ, რომ ცოტა საპარებდეს. მაგრამ თქვი აპარებდეს. მარტომ შეგიძლიათ ეს გაზქურა რო აწიოთ ცოტათი. რა იყო რა ხდება? თითი მაქვს მოჭეჭრე და ძალიან. რა პრობლემაა? შეგიძლიათ გაზქურის უკან 800 შეანათოთ? გაზქურის უკან? არა მაქვს ასანთი. სანთებელა? სანთებელა მაქვს. აბა. არაფერი ხდება. რა ვიცი, ნახოთ აბა. რა იყო გამისკდა გული რა. ნაღამ შემაშინე. რაღაცა ძია. მეც დავინახე და მაგის გამო შეგანათებინეთ. მე გრძელი ხელი მაქვს და უკეთესად მივწდები. ეს ერთი გავმართვით. არის ეს. რაღაც საბუთია. რა ქბ ნუნუ დამპატაძეს უარი ეთქვას ლტოლვილი სტატუსის მინიჭებაზე და უკანონოდ მიტაცებული ფართის დამტკიცებაზე. ამას ვიყურე. ხ ნუნუ ნახეში. ნახე რა არის? რა წერილებია. მომეც ნახე ვარ მიმომესი. ძველი წერილებია. შენ მე წავიკითხო, თქვენ წავიკითხე. მომეცი კი. ჯარიდან გამოგზავნილი არის. მომეცი. ეკობა. ემზარი წერდა ჯარიდან. ნახე შენ ემზარს წერასონი. საახალწლო საყიდლების სიას ვადგენ. აუ, რა მაგარია, როგორ მიყვარს ახალი წელი. ჩემზე მეტად, ნიკო? არა, დედა. ნუ, ჩემი სიყვარულის სიაში პირველ ადგილზე შენ ხარ. მე ახალი წელი, მე ლაშაბიძე, მე აიპადი და მე ფიზიკოსი. და სკოლა? სკოლა არის 246 ადგილზე. კუბიკსა და კისელს შორის. აჰა, ძალიან კაი, ეს ერთი სია დავამთავრე, ეს ლაშაბიძიას სია, ეხლა ჩემთვის დავიწყე. მაქსიაში მეც ხო გამithვალისწინე. კიდე მითხარი რა გინდა? ახალი ფურცელი აიღე, არ გიყოფხარ. დავიწყო? დაიწყე. ესე იგი, 100 პატარა ასაფეთქებელი, 50 პატარა ოღონდ მწვანე, მერე 50 პატარა ოღონდ წითელი, 30 ცოტა დიდები როა, ყვითლები, 50 დიდები როა მწვანეები, 30 დიდები როა წითლები, 10 ფითილი რომ აქვს, 30 მალე რო ფეთქდება. ნუ ახალი წლისთვის ეგ მეყოფა. ეხლა ძველით ახალი წლისთვის. ესე იგი 30 ნიკა რა ამბავია?
აბა რა ვქნა წინა წელს სულ აშაბეძიამ და პაატამ დამიხარჯეს. იმდენი აუფეთქეს რომ მე აღარ დამრჩა. არა ნიკა მაგდანს ვერ გიყიდი დამიჭერე. კარგი ხო. მაშინ მამა დამპირდა ახალ წელს ბაბუა ჩემის დროინდელ ყუმბარას გაჩუქებულა. არა ეხლა ეგ კაცი სულელი არ არის. კარგი რა დედა რა ძლივს რაღაცას ჩუქნის არაფერი არ უთხრა. ნიკა არც მე გიყიდი ამდენ ასაფეთქებელს და არც მამა შენი გაჩუქებს მაგ ყუმბარებს. ხო კარგი ხო მაშინ წელსაც ფიზიკოსი გამიკეთებს და შეხოვი ხელები თვილი. კარგი ნიკა გიყიდი ხო გიყიდი. რა მაგარად წავა მაშინ წინა წელს რომ ამ ჩაიმე ეცალოფეთქე. ჩემო ულამაზესო და გედის ბუმბულივით ნაზო არსება. შენ საქართველოში ხარ, მე შუა აზიაში. მაგრამ ჩვენ შორის სიყვარულს მანძილი ვერაფერს დააკლებს. ახე შენ, ნახე, ნუნუ თავისი სილამაზით შუა აზიაშიც კი ატყოვებდა ემზარს. ეს ნახე ეს. ჩემო შროშანო. 27 ივლისი იყო. ისევ შენზე ვფიქრობდი და საბუშაგოზე ჩამეძინა. მეთაურმა დამინახა და ჰაუდბახში ჩამსვა. ამიტომ ვერცერდი წერილებს 2 თვე. ემზარი ეძახ შენ და როგორ ყარებია შროშანი. არდგა. ისე ეს ნახე ეს. ჩემო დედოფალო ნუნუკა. ძალიან მენატრები და სულ მაგონდები. ჩემს მეთაურ ზუსტად ჩემნაირი ტუჩები აქვს და სულ იმას შევციცინებ ხოლმე ტუჩებზე. ტუჩებზე? ამის გამო გამიბრაზდა და კიდე 2 თვით ჩამსვა ჰაუდბახში. მაგრამ აბა ეს ნახე. ჩემო ბრანჯია. როცა ჩამოვალ ჩაგეხუტები და აღარასოდეს გაგიშვებ. აიცო და იმ ბედურმა აკრაელოდა თორე არ ჩამოსვლელი იყო. ნახე ესე იგი. ჩემო ფიფქო, 18 თვე აქ ვარ და ისევ ტკივილამდე მიყვარხარ. ცოტაღაც დაჩო 2 თვე რა. მახსოვს ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი ღამე. გავაგზავნო. აი თუ და გააგზავნო, აბა რა ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო. ერთმანეთს ვეხუტებოდი, ყოცნიდი და შენ? შენ? ამას გამოვტოვებ თუ შეიძლება ვერ წავედ. გამოდოვე რა, გასაგებია ის ეს ყველაფერი. მე ბედნიერი ვარ რომ მიყვარხარ და ორმაგად ბედნიერი ვარ შენ სიყვარულით რომ პასუხობ. იმედი მაქვს მალე ჩამოვალ და დავო ჯახთებით. სიყვარული ჩენი საბჭოთა ჯარისკაცი. ხედავ შენ. აბა ხომ არ ზარმაცობენ ჩემი უსაფრული და ზარმაცი მუშები. აბა დასაკეთებ. იცინი. ჯარისაბებს ვიხსენებდით და. ხალბატონო, ვისე ემზარი არ იხსენებს ხოლმე, მე ჯარისკაცი. არა, ემზარი არ ყოფილა ჯარში. რა და ემზარი ყელტერფიანია შორს ვერ ხედავს და თანაც ორგანიზმი არ უწყობს ხელს მიწაიყვანდა ჯარში. აბა ეს წერილები. მე ესეც მე. რასწე? საახალწლო საყიდრების სიას ვადგიდეს. უკვე? სად გეჩქარება? აბა თეკლა ეხლა თუ არ ვიყიდი, მე საახალწლოდ ყველაფერი ძვირდება ჩვენთან და. ვაიმე ელენე, ჩემო მხედე სახეზე ვატყობ. რას? სიხარულს. არა თეკლა, ჯერ ისევ შეშინებული სახე. ხო, ვაიმე ელენე, გუშინ პარკში ხო შემხვდა პაატას თანამშრომელი ზაური. ხო და იმან მითხრა რომ პაატას უნდა და შენთვის ხელი ეთხოვაო და უბრალოდ რეპეტიციობდაო და მე კიდე მეგონა რომ პაატას ხო უყვარდა რა საყვარელია ჩემი პო. ხო და ეხლა ლაშამ დამირეკა და მითხრა რომ ის ლიფი ჩემი მეგობარი გოგოსი იყო. რა? სხვა ლაშამ დამირეკა. ნაკარგი ელენე, ყველაფერი კარგად რომ დავთავრდა. ხო, თეკლა ეხლა იცი რა ქენი შენ? ადექი შედი პაატასთან და ბოდიში მოუხადე იმ შენ ლექტორს რო შეხვდი. ხო. ვიცა პაატამ საიდან იცის?
რა ვიცი, ეთყო და ვინმე უტვინო. ელენე, შენ უთხარი, ხო? აუ, თეკლა, შენ თვითონ არ მთხოვე უთხარიო? კარგი, ელენე, რა მე რო გითხრა, ხელში დანა ჩაიტყი, მეთქი ჩაიტყა? აბა საათ. ელენე, რა გუშინ ვაპირებდი პარტასთან დავაპარაკებას, მაგრამ ვერ მოვასწარი და ეხლა სამსახურიდან რომ მოვა დაველაპარაკები, რა მაგარია. რა არის ესე შეგეშინდა? არენიკა ცუდად ვარ. რა გტყია? ნამუსი. გაგიცივდა ალბათ. სალ ეს რა ამბავი გასკდა კაცო? აბა, ვინი ფიქრებდა რომ ემზარს კელტერფი ექნებოდა? ეკია რას. გამოდის რომ როდესაც ის კაცი ამ წერილებს წერდა, ნუნუც იმ წელს გათხოვდა. გამოდის რომ ნუნუ ახალგაზრდობაში მაგარი ნაშა იყო? ეკერა, ის როგორი იყო ის კაცი, რომ ნუნუ მევზარი ამჯობინა. ვიკება მოდით. რატომ წუხდებოდით ქალბატონო ნუნუ? მე რა შეწუხება თქვენ ისეთი საქმე გამიკეთეთ, დაგპაკიჟებდით კაფეტერიის ხარჯზე, მაგრამ ხო იცით ლაშა რა წუწურაქია. რანაირი გემოაქვს ამას არის? ვაიმე, ნუჭა მამას ეს გაფუჭებულია. გამოვიტანე მინდოდა გადამეყარა, მაგრამ ვიფიქრე თქვენ გადაგაყრევინებდით. ისე თუ მოგწონს და შეჭა მორლარად მოგწევ. ეს რა გავიგე ქალბატონო ნუნუ? ეს რა გავიგე ამას ველოდი რა, არ ველოდი ამას მე. ქალბატონო ნუნუ, ესე იგი ემზარი არ იყო ჯარში, ხო? ვაიმე რა გამიჭირე საქმე? არა, არ ყოფილა ჯარში რა. იქნება თვითონ ნუნუ იყო ჯარში და ისაგზავნდა. კითხე, მედი, კითხე. ქალბატონო ნუნუ. ბატონო. მე ხომ არ იყავით ჯარში? პროფესორო, მთრალი ხარ? მინდა გვალევინა თორე დიდი სიამოვნების. ერთი წუთით ბატონო ფრიდონ. დიახ. ბატონო, მე და ბატონი ფრიდონი რო თქვენ სპინაში გასკურას ვამონტაჟებდით, ერთი ფილმი გაგვახსენდა. კაი. ერთ გოგოს შეუყვარდება ერთი ბიჭი. ეს ბიჭი მიდის ჯარში და იქიდან უგზავნის წერილებს ამ გოგოს რა. ეს გოგო კიდე ამ წერილებს გასკურის უკან მალავს და მალავს. მალავს და საიდუმლოდ ინახავს, არავის ეუბნება. იმიტომ რომ ეს გოგო უკვე გათხოვილია. ხედავ შენახ. მე ხომ არ გინახიათ ეს ფილმი შემთხვევით. ვაიმე. ნახვით არ ვიცი, მაგრამ ეს სიუჟეტი მეცნო, თითქოს მონაწილეობ ამ ფილმში. ვაიმე არა, როგორ? ვაიმე რანაირად? არა როგორ ვაიმე ბიჭებო, ძალიან გთხოვთ რა არავის არ უთხრათ რა გთხოვ რა, ფერდო არ დამიგრიო რა ოჯახი გთხოვ რა. მე რატომ უნდა დაგიგრიო მე? აი, წყალი დალიე. გიყვარდა. ნუნუ, გიყვარდა. ძალიან. ამდენი ხანი ამ ხელად ერთი ატარე. აბა ოჯახს ხომ არ დავანგრე? ო. ემზარმა იცის? არა. უთხრა? არა. ინდირამ იცის? ვაიმე არა. უთხრა? ვაიმე არა. ხომ არ შეგაწუხეთ? კი. ბიჭებო ახალგაზრდობაში ისეთი ქორფა გოგო ვიყავი. ძალიან ბევრი ბიჭი შემციცინებდა, მაგრამ მე მარტო ის ერთი მიყვარდა. მე ჯარში რომ წაიყვანეს დარდისაგან გავსუქდი. ახალგაზრდობის სურათები მაქვს დანახი შენ იკას გაიფუთქუნა ხარ. სხვათა შორის არც მაშინ მაკლდა დარი. მე ნუჭა მაგას გაფუჭებულია მეთქი ხო გითხარი დააგდე რა. ისე ქალბატონო ნუნუ. ბატონო. აი გათხოვილი ქალი. უცხო კაცს როგორ ხვდებოდით რა? ვინ არის ბიჭო უცხო? ჩემი ინდირას მამა უცხოა? აბა ემზარი რა შვაშია? საერთოდ ვინ არის ემზარი თქვენი?
ბელენი. გაიგე რა თქვა? გამარჯობა. აი მართლა. მაგნაც ხას უჭამთ გაფუჭებულია ეს. ილისი. ბატონო პროფესორი. ბატონო ფრიდონ. ახლა უნდა მოვიდეს დიანა და უნდა ვუთხრა რომ შორდები. და თუ რაღაცა ხოდა მეხმარებით, არ დაარტყა. ბატონო უნდა დავარტყა. რატომ და ის დაგარტყა და შენ ხელი არ შეუბრუნო. თუდად არ მეწავლები. მოცა მეც მოვიდივარ რა. ბატონო პროფესორო, ისე მართალი თქვა, ნუ არ უნდა გვეჭამა ეს ნამსხვარი. აი იყოს. მოიწ, ნუ თუ უთხრა. ნუ თუ უთხრა რომ ეს ნამსხვარი გაფუჭებული იყო რატო ჭამდნენ? და ვიცი რა. ალო, ხოდიანა. კი კაფეტერიაში ვარ. შემოდი. ხო, კარგი. რა თუნდა შემოცილება გამაგიგებს ეს კამერა. დიანა, მე უნდა გითხრა რომ მე არაფერში აღარ მჭირდება ეს მანქანა. მართალი ხო ჯუნდა თუჩა. ორი კვირა მართლა აღარ დაგჭირდება ეს გასაღები. აი, პრაღის 2 საგზური. ყველაფრისგან დავისვენო ჩემო გმირო. გაიხდი ხუთი რა. მომიცი. ბადა სიმართლე ძალიან გამიკვირდა რომ დამირეკე საუკუნე არ გამოჩენე. ხო ხტები მეგი აი ესე. გადარბენებზე ვიყავი და. მე კიდე მეგონა დავავიწყდით ხო? აი მეგი არის ხონია და მოვიწყდი. ეს ლაპარაკი. მეგი. აბა. ჩაი ყავა, კეფირი. კეფირი. კი ბატონო, კეთილი. და შენ ისევ თხსავ? ხო ხტები ესე თხზავ ხო. ხო. სარაშვები, აბა მომა. რა ვიცი არაფერს რას ვიზავ. უი მართლა მეგი რა უნდა გითხო გამომართვი ეს. გოგო. რა შუა მართლა შენი ქმარი კიდე აწუხებს რადიკულიტი, ჰა. კი. საწოდავი ძალიან აწუხებს. მადლობა რომ მოიკითხე. როგორც რა გახსა რა. არა უშავსა. ვაიმე რაღაც არის ნეტავი უნდა იყოს. ერთი წუთი დამიდე ხო მეგი. ვაიმე თეკლა. მეგი შედი ოთახში. ასე უცებ? მეგი შედი ოთახში რომ გეუბნები რა. შედი ოთახში. კარგი. შედი მეგი შედი. მიდი მეგი შედი მეგი შედი. შევედი. კარგი. ატა გამარჯობა. გაგიმარჯვე. ატა ერთი წუთით მომისმინე რა. ისმენ. ატა ძალიან სულელურად მოვითეცი. ვიცი შენ მართალი იყავი და ჩემთვის აკეთებდი ყველაფერს და მე შტერმა კიდე რა ვქენი. ატა ძალიან მოგეკელა რა. უბრალოდ ემოციებს არ უნდა ავყოლოდი და ესე ცუდად არ უნდა მოგქცეოდი. მაპატიებ, ხო? გაპატიებ.
პატა, ეს გოგო ვინ იყო აქ რასაკეთებდა? თეკლა, რო გითხრა რომ ბეჭედზე რეპეტიციას გავდიოდი მეთქი ამაზეც დამიჯერებ? შენ როგორ ფიქრობ? რეპეტიციას გავდიოდი. ვაიმე პატა, მომისმინე, ეხლა ნურც თავს იშტერებ და მეც ნუ მაშტერებ, მითხარი რა ხდება? რა ხდება თეკლა? რა უნდა ხდებოდეს თეკლა? მაგრამ ზუსტად ის არის შეგაც იფიქრე. შენი ეს მე მოვედი ვიფიქრე განიცდის მეთქვი ბოდიშს მოუხდი თქო და შენ გართობაზე გადახვედი ხო უკვე როგორ არ გწხვენია პატა მე შენ თვითონ როგორ არ გწხვენია თეკლა აი იმის მაგივრად რომ გამოგერკვია სინამდვილეში რა ხდებოდა და იმის მაგივრად რომ გენერირულა ადექიდან ლექტორთან წახვედი პაემაზე უყურებ ხო არ გწხვენია თეკლა მართლა როგორ გამცვალე ვიღაც უცხოეთში მიღებულ განათლება მიღებულ ლექტორზე როგორ გამცვალე არქივის სტაჟიანი მუსიკის თანამშრომლის შენამგზავრაში წესზე როგორ გამცვალე გიგისები ვიღაც უცხოეთში მიღებულ ლექტორზე როგორ ჯერესეთი პატარა პაემაზე მთხოვა რომ ყავაზე დაგპატიჟებოდა უარი ვერ უთხარი ლექტორია მაინც გაჩუმდი ლექტორია გაჩუმდი რას ქვია ლექტორია თეკლა ვიზე რაში გამცვალე კოლოკვიუმზე გამცვალე თეკლა უნამუსო ხარ პატარა მატყუ არა უტვინო ეს კარაფშუტა ეს აყვაყუდა გაწეწილი დაბალ ხელფასი ეს ნახე თავადი დიდი ცხელი ხო ჭირს. არაფერი მე მეგონა ცხელი წყალი შემასრულე. იდიოტი ხარ. ეხლა მე იდიოტი ხარ და იდიოტიც ხარ, გაიგე? ატა საერთოდ ნუ მელაპარაკები. ატა სუყურე ერთი მართლა. მიყურე. ჩემი ნიტია ძალიან ძვირი ღირს მომეცი რატო დასა სასურველად ის რატო დასა ისი რას გიტყვი თქო ვერ გიტა გაიგე შეუნამსო როგორ მიფექა შეუნამსო ხაჭი ალო გისმენთ კოტე ბაბუა დიახ კარგად ვარ პატა სარცალია დიახ აი რო გათავისუფლდება დაგირეკავთ კარგად იყავით ბაბუა შენი იყო მართლა მე როგორ არბეკინა ურატო მეტი ხელფასი არა მაქვს რა დაგალურჯები ეს ხო შენია? დაგიწოდე. არის რა დაგეცე კაი. არის რა დასაკეთე. კარგი, გამოდიხთ სადახ. ხები ბატა, ქართული როგორ მესწრონე? ეხლა როგორ გულგულზე მოდია საქმედი. ჩემ პოსტეკას ხელი არ მოგიდო. დასაკეთე, დაგებალიშია. გაიწრი ამ სახლიდან და წადი. თუ შენი სახლია, ხო ძალიან კარგი. ჩარავდი ჩემი და წავა. მე წოდები სამაჩები რო გაიგებს მაგაბოს რა ხეშ ჩავა. მეტი სხვა რაგზაგა, ხო წადი და გაქანდა მამაშენს მოუყევი, მამაშენს მიდი ხო? შენ თუ გონია მამაშენის მეშინე ძალიან მართლა რა. მამაშენს, თუ მაგარი ხარ დედაშენს მოუყევი, აბა? მეზიზღები პატა და არასდროს არ დამირეკო. და ხვა მდის რა. Ой, me rasumia. Vai. Vai, me chami per aqui, vai.
აი ამას კიდე ვერადოს ვიტანდი რა. მაგარი როგორ მიყვარს ახალი წელი. აუ, ლაშაბიძე ძველი თახალწონდე ვერ დაიძინებს ამ ბათქაბუტკში. საწყაი ლაშაბიძეა. ისე მარტო მაგას ხوار შევაწუხე. ესე იგი აი ეს.